Hey, მოგესალმებით ყველას, მიხეილია თქვენთან ერთად და ჩემი არხია YouTube-ზე მიხეილ HD. შემოგვერთით, გააკეთეთ subscribe-ი, გაუზიარეთ მეგობრებსაც, ახლობლებსაც და თქვენ აღარ გამოტოვებთ ახალ საინტერესო გაკვეთილებს. დღევანდელი ვიდეო მინდა მიუძღვნა არა Photoshop-ს, არა After Effects და არ იქნება ეს გაკვეთილის სახით დღევანდელი ვიდეო, არ იქნება ჩვენი ტუტორიალი, მორიგი, უბრალოდ დღეს მე მინდა ოდნავ გაგამხიარულოთ, მეც ძალიან ბევრი ვიცინე აი ამ ვიდეოს ნახვისას და მინდა თქვენც გაგიზიაროთ ეს ემოცია და მაინტერესებს შემდეგ რას დაწერთ კომენტარში, რა აზრის იქნებით და როგორ მოვექცეთ აი ასეთ YouTubers ეგრეთ წოდებულს ბჭყალებში და მოდით ნახოთ რამ დამაყენა ესეთ კარგ ხასიათზე ჯერაც არის მეცინება და მოდით მოგიყვებით რა ვნახე დღეს YouTube-ზე ეს ის სურათი არ არის, ან ეს ის 100 ადგილი არ არის, რომელიც უნდა ნახო სანამ მოკვდები რეკლამები რო Facebook-ზე ხოლმე რომ დააკლიკო ეგრევე შევარდე და კლიკები, არა, ეს არის ჩემი ვიდეო, რომელიც გადმოიწერა ერთ-ერთმა YouTuber-მა, ააჩქარა ხმა ცოტა და თავის YouTube არხზე დადო რომ ასწავლოს ესე იგი სხვასაც Photoshop-ის მოხმარება და Photoshop-ის გაკვეთილები. გადავიდეთ ვიდეოზე და აი შევხედოთ, ეს არის ჩემი გაკეთებული ვიდეო, რომელიც ააჩქარა ჩვენმა მომხმარებელმა, არ ვიცი, არც სახელი, არც გვარი, სიმართლე გითხრათ, არც მაინტერესებს, ძალიან მეცინება უბრალოდ და აი ეს არის ჩემი ვიდეო, რომელიც გადმოწერა მან, აი ესე ვთქვათ, ჯიგრულად, როგორც იტყვიან ქართული ჟარგონით. აი ეს ვიდეო გადმოწერა. მოусმინოთ ახლა აი ამ ხმას და შემდეგ ჩავთოთ ის ხმა და მოკლედ ეს არის ჩემი რეალური ტუტორიალი, ვიდეო გაკვეთილი და მოდით ახლა გადავიდეთ ჩვენს YouTube-ის მომხმარებელზე. დავიწყოთ სათაურით. ვიდეო გაკვეთილი ნომერი 9. ვიდეო გაკვეთილი ნომერი 9. მოდით ვნახოთ ახლა არხზე რა ხდება მასთან. ვიდეოებში თუ გადავალთ, დაუწყია, დაუფასოთ, რომ დაწყებული აქვს გაკვეთილები, მაგრამ არ ვიცი ნამდვილად ესეც თვითონ თავისია ეკუთვნის თუ არა მას, ეს საავტორო უფლებები ამ გაკვეთილებზე, რეალურად მისი კონტენტია თუ არა, მაგრამ მოვიდა მე-9 გაკვეთილი, ვერაფერი ვერ მოიფიქრა ალბათ და ჩამოწერა ჩემი ვიდეო ჯიგრულად ეგეც და აი როგორი გამოუვიდა მას. ვიდეო გაკვეთილი ნომერი 9, ძალიან ლამაზი ეფექტი მხოლოდ 1 წუთში. გადავიდეთ ჩემ ვიდეოზე, მაგარი ფოტო 1 წუთში, ანუ დაარემიქსა სათაურიც და ახლა ჩავიდეთ description-ში. რას გვიწერს? იმედია მოგეწონებათ ეს ვიდეო გაკვეთილი, რადგან ლაპარაკობდა უფრო გაგიადვილდებათ. შემდეგ ვიდეო გაკვეთილს გადავიღებ, როცა ვიდეოს 10 ლაიქზე მეტი ექნება და 20 ნახვაზე მეტი. გმადლობთ ყურადღებისთვის, ეწვიეთ საიტს Adobe პროდუქტი. აი ეს ძალიან მაგარი იყო რა. იმედია მოგეწონებათ ეს ვიდეო გაკვეთილი, რადგან ლაპარაკობ. მოდით ახლა მოусმინოთ, აქ ქვევით კომენტარები, არ ვიცი მეგობრები არიან ან ვინ არის, არ ვიცი, მაგრამ ახლა მოდით ჩავთოთ ჩვენი ვიდეოს ხმა. ნამდვილად არ მეგონა ესეთი ხმაც თუ მქონდა.
არ ვიცი, ნახოთ. მოусმინოთ თქვენ თვითონ განსაჯეთ, შემდეგ კომენტარებში დავწეროთ და ერთად ვიხალისოთ, რა თქმა უნდა. გაკეთების მეთოდი ერთ-ერთი. აი ეს არის. ხშირად შეგვიძლია ესეთი ფოტოები უფრო ჟურნალის ყდებზე და ინტერნეტში გავრცელებულია ზოგი თქვა ეძახის ამას დრაგან ეფექტს. მე მინდა გასწავლოთ აი ესეთი ფოტოს გაკეთების ერთ-ერთი უსწრაფესი მეთოდი, რომელიც მე მარაუდობ, რომ ამ მეთოდში ალბათ მაქსიმუმ 1 წუთში უნდა ჩავეტიოთ. ძალიან სწრაფი მეთოდია და ძალიან ალამაზებს სურათს. მოდით ყოველთვის გადავახვიოთ. მომზადოთ. მოკლედ თუნდაც ესეთი ძალიან კარგი და ტკბილი ხმა მქონია გაკვეთილების დროს. ალბათ მე ვერ ვამჩნევდი, ძალიან ჩქარა ვლაპარაკობ თურმე და თუ მართლა ესე ჩქარა ვლაპარაკობ, ძალიან გთხოვთ დამიწეროთ კომენტარებში და გავითვალისწინებ შემდეგ გაკვეთილებში ოდნავ ნელა ვილაპარაკებ. აი ზოგი ალბათ აი ეს ჯობია ლაპარაკი, ხო? მოკლედ ეს იყო არ ვიცი რა დავარქვა, მაგრამ ძალიან ცუდი ქცევა მინდა თქვა მისი მხრიდან. უბრალოდ სასაცილოა, მეტი არაფერი. მე ამას ახლა ამ ვიდეოს ჩვეულებრივად გავუკეთებ more report, აი ამას მივწერ YouTube-ს და ჩვეულებრივად YouTube-ი წაშლის აი ამ ვიდეოს, წაუშლის და რა თქმა უნდა ეგრევე საავტორო უფლებების არასწორად გამოყენების გამო ეს ჩვენი Adobe-ის პროდუქტის არხი, უпростоრად არხს მიეცემა სტრაიკი YouTube-ისგან და სამუდამოდ დაებლოკება. ძალიან არ მინდოდა გამეკეთებინა ესეთი რამ, მაგრამ რა ვიცი, ალბათ ძალიან მეწყინა პირველ რიგში, იმიტომ რომ ამას ხო არაფერი არ ესაჭიროება საერთოდ. არც კამერა, არც ძვირადღირებული აპარატურა, არც არაფერი, არ vicი. სხვა სახელის დარქმევა არ შემიძლია, ეს ჩვეულებრივი ქურდობა იუთუბერის მეორე იუთუბერის მიმართ. კომენტარებისგან თავს შევიკავებ. უბრალოდ გავაკეთებ reports, არცნერებს არ მოვიძნე, სიმართლე გითხრათ, ძალიან ვიცინე, მართლა ვიცინე, გულახდილად გეუბნებით კიდევ ერთხელ. ჩვეულებრივად სტრაიკი მიეცემა, აი ესეთ ქურდ ბაცაცუნა იუთუბერს და ის მეც აღარ გაიმეორებს, იმედია, თუ ახალი აკაუნთი მაინც დაარეგისტრირა, ალბათ ფრთხილად იქნება და ყველას მოუწოდებ, რომ გაითვალისწინონ, არ შეიძლება სხვისი კონტენტის ქურდობა. გააკეთეთ თქვენ თვითონ, არაფერი არ ჯდება აბსოლუტურად, ერთი პროგრამის გადმოწერა საჭირო და ჩვეულებრივად ეკრანს ჩაიწერთ, ისევე როგორც მე ვიწერ და მით უმეტეს განხილვასაც და ლაპარაკსაც დიდი არაფერი უდგას წინ და ამიტომაც მოიპარავთ, ძალიან გთხოვთ, მინდა ყველას გაუზიაროთ ეს ვიდეო აუცილებლად, გაუზიარეთ ყველას ეს ვიდეო, უნდა შევარცხნოთ ეს იუთუბერი ყველგან და მე მინდა რომ ყველამ გაითვალისწინოს ეს, რა ცუდია ესეთი საქციელი, როგორიც ცუდია, როგორიც სამარცხვინოა, ყველაზე მეტად სამარცხვინოა უბრალოდ და რა თქმა უნდა სასაცილოც არის. მე პირადად ძალიან ვიცინე, დღემდე კი არა, უბრალოდ ამ წუთამდე კიდევ ვიკავებ ახლა სიცილს, ალბათ ვიდეოს დამთავრების შემდეგ კიდევ გავაგრძელებ და მინდა გაუზიაროთ ეს ვიდეო აუცილებლად ყველას, დაწეროთ ქვემოთ კომენტარები აუცილებლად, თქვენი აზრი, მოკლედ დავწეროთ კომენტარებში თქვენი აზრი, თუ საკამათოა ეს საკითხი ვიკამათოთ და აუცილებლად გაავრცელოთ ეს ვიდეო. მე მინდა ყოველ შემთხვევაში თქვენ გაავრცელოთ ეს ვიდეო
და გაიგოს ხალხმა რა ცუდია რაღაცა კონტენტის, რაღაცა ვიდეოს მოპარვა, როდესაც ავტორი აღმოაჩენს თავის ვიდეოს, აი ესე სახე შეცვლილად და ვიღაც მავანი იუთუბერი დაირქმევს თავის სახელს, რომ ეს არის თავის გაკეთებული, თან ლაპარაკობს თურმე და უხსნის, მაგრამ ცოტა ჩქარა ლაპარაკობს, მინდა გითხრათ და მე მგონი ცოტა ნელი ლაპარაკი ჩემ არხზე უფრო არის და შემოგვიერთდით მიხეილ HD-ზე აუცილებლად გააკეთეთ subscribe-ი და ნუ დაგავიწყდებათ დაეხმაროთ საქართველოს იუთუბერებს და აუცილებლად დაუკლიკოთ Google-ის ამოვარდნილ რეკლამებზე ყველას აბსოლუტურად ვინც კი საქართველოდან არის არ აქვს მნიშვნელობა გინდა საქართველოდან გინდა სხვა ქვეყნიდან დავეხმაროთ ერთმანეთს იუთუბერებო ყველამ დაუკლიკეთ სარეკლამო პატარა ამოვარდნილ ვიდეოში რეკლამებს და თითო ცენტით მაინც დაეხმარებით ჩვენს იუთუბერებს და აი ამითი წაახალისებთ ერთმანეთს და გაცილებით უკეთესი კონტენტები წამოვა ჩვენს ქართულ YouTube-ზე. აი მხოლოდ ეს თუ გადაარჩენს ჩვენი საქართველოს იუთუბერებს თქვენი წახალისება, თქვენი დაკლიკება რეკლამებზე, თქვენი ჩარიცხული თითო ცენტი წაახალისებს იუთუბერებს რომ არ მოიპარონ და გააკეთონ თავისი კონტენტი, როდესაც ნახავენ რომ მას ანაზღაურება მოზდის აი ამ ვიდეოდან ერიცხება გარკვეული თანხა, გარკვეული ფული, თუნდაც იყოს ეს ცენტები, მაგრამ ეს ცენტიც კი ავტორისთვის ყოველთვის სიხარულის მორგველია, იმიტომ რომ ის ხედავს რომ რაღაცნაირად ფასდება მისი შრომა, ტყუილ არ გადაუყრია დრო, ნერვები, თუ არ აქვს მნიშვნელობა ამას, ყოველ შემთხვევაში დაუფასოთ ერთმანეთს, მოგიწოდებთ ყველა იუთუბერს დაუკლიკოთ Google-ის ამოვარდნილ რეკლამებზე თქვენს ვიდეოებში და წავახალისოთ ერთმანეთი, რომ არ განმეორდეს აი ესეთი მოპარვა და მოკლედ აღარ დავაკონკრეტებ, აღარ ვილაპარაკებ ამ საკითხზე. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, რომ დავტოვოთ კომენტარები, დაუფასოთ აუცილებლად, ნუ რა გავიწყდებათ ჩვენს იუთუბერებს, დაკლიკებით სარეკლამო პატარა ამოვარდნილ რეკლამებზე, ვიდეოებზე დავაკლიკოთ აუცილებლად, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ და რა თქმა უნდა შემოგვიერთდით ჩვენს არხზე, გააზიარეთ ეს ვიდეო აუცილებლად, ვისაც სიცილი უნდა, ვისაც კარხასიას დადგომა უნდა, გააზიარეთ ეს ვიდეო და გაითვალისწინეთ უყველა არ მოვიპაროთ, არა, აი გაფრთხილება, აი როგორ მიწერია, ნუ მოვიპარავთ, არხზე განთავსებული ნებისმიერი ვიდეო დაცულია საავტორო უფლებით, შესაბამისად მათი დაკოპირება, მოდიფიცირება საკუთარ ვებგვერდზე, ბლოგზე ან მსგავს საიტზე, განთავსება ან კომერციული თვალსაზრისით ავტორის ნებართვის გარეშე ისჯება მოქმედი კანონმდებლობით. აი ხა მე მოვძებნი ამ იუთუბერს და დავსჭი კანონმდებლობით. მოკლედ მე ჯერ კიდევ მეცინება ამ ვიდეოზე, დროებით გემშვიდობებით და რა თქმა უნდა შეგხვდებით შემდეგ ვიდეოში უკვე მორიგი გაკვეთილით. აი ამ ვიდეოს კი მე დავამატებ, გავხსნი კიდევ ერთ playlist და დავარქვევ just for fun ან რამე მაგდაგვარს, სადაც უკვე დაემატება, გაიხსნა კიდევ ახალი playlist და ტრადიციულად აი ესეთ სასაცილო რაღაცებს დავამატებ, რომ ოდნავ მაინც ჩვენ არხზე გავიხალისოთ. დროებით. კარგად.